ვინც ამ თემას კარგად სიღრმისეულად გაიგებს, მის ცხოვრებაში შეიძლება დიდი ფერისცვალება მოხდეს. რა არის ახლა ეს ფერისცვალება? აი ფერი იცვალა იესო ქრისტემ, ის ხო ღმერთი ადამიანად მოვიდა და ადამიანებს ასწავლიდა სწორედ როგორ უნდა მოქცეულიყვნენ. და ერთხელაც ქრისტემ ორი მოსწავლე წაიყვანა, წავიდა სალოცავად მთაზე და როგორც იცით, ფერი იცვალა, ანუ მზესავით ბრწყინვა დაიწყო. ეხლა ეს ამბავი რას გვეუბნება? რომ ქრისტიანის მოვალე არის, ქრისტიანი მოვალეა, რომ ასევე ფერი იცვალოს. ანუ გაიზარდოს სულიერად. აი როგორ გაიზარდოს? სიმაღლეში კი არა. სიმაღლეშიც უნდა გავიზარდოთ, კი, მაგრამ სულიერი გაზრდა ნიშნავს, რომ ჩვენში ღვთის ნათელი და ჩვენში ღვთის სითბო და ღვთის სიყვარული შემოვიდეს. ანუ უკეთესები უნდა გავხდეთ დღითი დღე. აი ეს არის ქრისტიანის მოვალეობა. აი ახლა დღეს ისეთი თემა გვაქვს, რომელიც ესე იგი როგორ შევიცნოთ საკუთარი თავი. აი ესე ქვია, როგორ შევძლოთ ჩვენი თავის სწორად წაკითხვა და აღქმა. ეს ძალიან ძნელია. აი ჩვენი პატრიარქი ილია მეორე გვასწავლის, რომ ადამიანის შეფასების სამი მდგომარეობა არსებობს. პირველი, შენი შეფასება, როგორი გონია რომ ხარ შენ. აი მაგალითად, ერთ-ერთი ჩვენთაგანი სიტყვაზე ილია ბიწაძე ავიღოთ ჭიათურიდან და სიტყვაზე ილიას გონია რომ არის აი ესეთი კეთილი, ბეჯითი, ჭკვიანი, სიმპათიური, ძლიერი და ასე რაღაც თვისებებია, ხო? ნუ შეიძლება ზოგს სხვანაირად და ასე შემდეგ. აი ესეთი გონია. მეორე მდგომარეობა. ხალხის შეფასება როგორია? აი ახლა ილიას როგორიც გონია რომ თვითონ არის, ხალხი რომ მიუშვა, იმან შეიძლება ცოტა სხვა რაღაცეები თქვას. ნახეთ? მაგრამ მესამე მდგომარეობა არის სინამდვილეში როგორია ილია. მიხვდით? აი პატრიარქი გვასწავლის, რომ პირველი ორი მდგომარეობა როგორი გონია რომ შენ ხარ და მეორე მდგომარეობა ხალხს როგორი გონია რომ ხარ, არც ერთი სწორი არ ყოფილა. საქმე იმაშია, რომ ადამიანს არ აქვს სუფთა ჭვრეტის თვალი, რომ სწორედ დაინახოს თავისი თავი. მას არც სხვისი სწორად შეფასება არ შეუძლია და არც საკუთარი თავის სწორად შეფასება. აი ამაშია საქმე. სინამდვილეში როგორებიც ვართ, ეს მხოლოდ იცის ღმერთმა. აი ვინ იცის სწორად შეფასება. გასაგებია, აი ამდენად საინტერესოა ეს თემა და საქმე რაში მდგომარეობს. ჩვენი დიდი მოძღვარი და ეპისკოპოსი, იმერეთის ეპისკოპოსი გაბრიელ ქიქოძე ასეთ საოცარ სიტყვებს გვიწერს. მე ახლა წაგიკითხავ და მიხვდებით, რატომ არის რთული ამ თემის კარგად გაგება და რა მნიშვნელოვანია, რა დიდი მნიშვნელობისაა, ვინც ამას კარგად გაიგებს. საქმე იმაშია, ამბობს, რომ ყოველი კაცი თავმომწონეა. ნახეთ? მე მინდა რომ ჩემი თავი კარგად წარმოვაჩინო თქვენს წინაშე. ჩემი ნაკლოვანებები დავფარო. და ყველა მიცოდეს რა მაგარი ლექსო მასწავლებელიაო. სინამდვილეში მე აი რომ მივეჩვიე რომ კარგად წარმოვაჩინო, სინამდვილეში მე როგორებიც ხალხს გონი ვარ, მეც ისეთი მგონია და მე შეცდომებს უშვებ, რომ მეც ვცდები ჩემი თავის შეფასებაში. აი კარგად წავიკითხოთ ბოლომდე და ყოველ კაცს ეშინია, რომ ვინმე მცუდი რამე არ იფიქროს მასზე. ამიტომაც ყოველი კაცი ცდილობს, რომ დამალოს და დაფაროს ყოველი ცოდვა და ცუდი თვისება. რადგან ცოდვას უყვარს სიბნელე და დუმილი. ნახეთ ახლა ჩემო ძვირფასებო, რა საინტერესო შეფასება გითხრა. თურმე აი მე ჩემ თავზე ვიტყვი. მე უკვე მივეჩვიე ისე ცხოვრებას, რომ ჩემი ნაკლი ცუდი დაუმალო და
იმიტომ რომ არ მიყვარს, როცა ჩემს ნაკლს ვინმე ხედავს და ამჩნევს. ამიტომ მე ასე მივეჩვიე, რომ ის ჩემი ნაკლი დაომალო და თქვენს წინაშე გამოვჩნდე კარგი. და აი ნახეთ, და სინამდვილეში კიდევ ნახე, ცოდვას უყვარს სიბნელე და მალვაო. ანუ რა ცოდვაც მაქვს, იმას სიბნელეში ვმალავ და იმიტომ რომ თქვენ ჩემი ნაკლი რო ვერ დაინახოთ და კარგად რო აღმიქოთ. ნახეთ რა საინტერესო რამეს მივაკვლიეთ. აი მიხვდით ჩემო ძვირფასებო, იმიტომ ვერა ვარ მე სწორე შეფასებაში, რომ მე მივეჩვიე ჩემი თავის, ესე იგი თქვენს წინაშე კარგი რომ კარგი რომ გამოვჩნდე. აი ამას მივეჩვიე ამ პროცესს. ხო და რეალურად კი ვერ ვაფასებ ჩემ მდგომარეობას. არამედ აი როგორც შენიღბულად, ასე თქვათ, ისე ვიქცევი, რომ კარგი წარმოვაჩინო, აი მასეთივე ხედავ ჩემ თავს. და რეალურად ვეღარ ვხედავ. აი ახლა რაშია საქმე? აი დავიწყოთ ყველაფერი თავიდან. ადამიანი იმისთვის შექმნა ღმერთმა, რომ გამხდარიყო ზეციური თანამსახური სამოთხეში, ანგელოზებთან და წმინდა სამებასთან ერთად. აბა დაუკვირდით ახლა რა ვთქვი? ღმერთმა ადამიანი შექმნა, რომ სამოთხეში ღვთის დიდებაში ყოფილიყო და აი ამაში გაზრდილიყო კიდევ უფრო ღვთის სიყვარულში. მაგრამ იცით რომ ადამიანი დაეცა, დაკარგა ურთიერთობა ღმერთთან, დაკარგა სამოთხის ნეტარების კბობის უნარი და ასე მოხდათ წუთის ოფელში დედამიწაზე. ანუ უფრო კარგად რო ვთქვათ, ცოდვით დაცემამდე ადამიანს ხო აქვს სული და სხეული. აი სული საზრდოობდა ღმერთთან მყოფობის სიყვარულით და ძალას და ენერგიას, სასიცოცხლო ენერგიას გადასცემდა სხეულს. მაგრამ ნახეთ, მე რომ ღმერთის წინააღმდეგ წავედი, ცოდვა რო ჩავიდინე ღმერთის წინააღმდეგ წასვლას ქვია ცოდვა. ცოდვის ჩადენამ ჩემი ეს ჰარმონიული ღმერთთან მყოფობის სიყვარული მოშალა. გაუწყვიტე მე ჩემით კავშირი. ხო და ახლა ნახეთ, ისევ ღმერთის სიყვარულით კი აღარ იკვებება ჩემი სული და ჩემი სული კი არ გადასცემს სხეულს. მე ვიწყებ სხეულიდან ჩემი სიამოვნებების გამოწურვას. აი ესე უწერიათ მამებს. აი რომ რაღაცა სიამოვნება როგორ მივიღო სხეულით. უკუ პროცესს ვიწყებ. და ამ უკუ პროცესის დროს თითქოს მგონია რომ სულს მიეცემა, ესე იგი შვება და რაღაცა სიყვარული და პირიქით ხდება, აი ეს იწვევს გულში ვნებების წარმოქმნას. აი ვნებები კი იცით რა არის? გამძაფრებული ცოდვები. აი გულში ფესვგადგმულ ცოდვას, აი დიდი ფესვებსო გაიდგას, უკვე ვნება ქვია. და გული უკვე ხდება ვნებებისა და ცოდვების ტყვე სამწუხაროდ. აი ასეთი პროცესია. ხო და ეს ვნებები, ანუ სენი, გულის დაავადებები, ხო? უკვე იმორჩილებენ ადამიანის გონებას და სხეულს აიძულებენ ცოდვის ჩადენას. აი ეს არის და ეს პროცესი, ეხლა რაც მე ვთქვი, არ გეგონოთ რომ მარტო ჩემშია. ყველა ადამიანში ეს პროცესია. ანუ ადამიანი რო დაეცა და დაკარგა სამოთხე, ნიშნავს რომ ასეთია, როგორიც ახლა გითხარით. ჩვენ ვაცნობიერებთ ამას თუ არ ვაცნობიერებთ, ადამიანის დაცემული ბუნება აი ესეთია, როგორც მე გითხარით. ეხლა რაში მდგომარეობს ქრისტიანობა? ქრისტიანობა ზუსტად იმაში მდგომარეობს, რომ მე ჩემი ეს დაცემული მდგომარეობა გავაცნობიერო. რომ დავიწყო მაგის წინააღმდეგ ბრძოლა. აი ვაიძულო ჩემი თავი, რომ არა ის გავაკეთო, რაც მე მინდა, იმიტომ რომ ყოველი ასეთი სურვილი, რომელიც მე მინდა, წამიყვანს ისე უარესი ცოდვისკენ. ამიტომ ასე წერია ჩვენ წიგნებში, რომ ქრისტიანობა ნიშნავს თავი აიძულო, იძულებისო. რაც მინდა ის კი არ უნდა ვაკეთო, არამედ უნდა შევისწავლო კარგად ქრისტეს ღმერთს რა სურს ჩემგან, რა წერია მცნებებში და ის გავაკეთო და არა ის, რაც მე მესიამოვნება და რაც მომწონს. აი ეს არის არსი. მე ახლა უფრო რომ გავამყარო თქვენში ეს ჩემი სწავლება, მოვიყვან
დედამიწის ზურგზე ერთ-ერთ ყველაზე ჭკვიანი, ყველაზე ბრძენი და ყველაზე მართლაც ღვთისმეტყველი ადამიანის პავლე მოციქულის აზრს. ნახეთ რას ამბობს. პავლე მოციქულის ეპისტოლეები, ანუ წერილები, რომელიც მან დაგვიტოვა, განსაკუთრებით დიდი აღიარებას პოებს თემ სოფლიოში. არის უბრძენეს ადამიანად არის ერთ-ერთი, ვინც კი დაბადებული. ნახეთ რას წერს. მე მინდა რომ კარგი გავაკეთო, მაგრამ აი უცბად მავიწყდება რომ კარგი უნდა გავაკეთო და იმას ჩავდივარო, რაც მძულსო. ესე იგი მაგრამ მე ხომ მინდა კარგი გავაკეთო, აბა ვიღა აკეთებს ცუდსო. და დასკვნა ასეთია. ჩემში არსებული ცოდვითი მიდრეკილება. ახეთ აი ეს არის დაცემული ბუნება ადამიანის. და ოიცა კაცო, მე თუ კარგი მინდა, აბა ის ჩემზე ძლიერია? ჩემში არსებული ცოდვა, დიახ პასუხი. ჩემში არსებული ცოდვითი მიდრეკილება ჩემზე ძლიერია. მე კი მინდა რომ გავაკეთო კარგი, მაგრამ ჩემ დაუნებურად ჩემში არსებული ცოდა ჩემზე ძლიერია და ვაკეთებ ცუდს. ანუ აი პოეტურად ასე ამბობს რომ არ მინდა გავაკეთო ის რაც მძულს. მინდა გავაკეთო ის კარგი რაც მსურს, მაგრამ არ ვაკეთებ იმას რაც მძულს. ნახეთ და ეხლა უყურეთ. ამას გვეუბნება დედამიწის ზურგზე მცხოვრებ ადამიანთა შორის ერთ-ერთი ყველაზე წმინდა ადამიანი, რომელიც იძახის რომ მინდა კარგი გავაკეთო და რა ვქნა ცუდს ვაკეთებ, მაგრამ აღიარება მისი ნახეთ დიდი აქვს. და თუ პავლე მოციქული ამას გვეუბნება რომ ვცდილობ, მაგრამ არ გამომდის კარგიო, აბა ჩვენ ვიტყვით რომ არა, მე ვცდილობ და გამომდის კაცო კარგი. ნახე, მაშინ რას ვეუბნები პავლე მოციქულს, რომ მე შენზე წმინდა ვარ, შენზე დიადი ვარ, შენზე მაგარი ვარ. ესე იგი ადამიანს სჭირდება ბოლომდე კარგად ჩაუღრმავდეს თავის თავს. ვინც დააკვირდება თავის პიროვნებას, აღმოაჩენს და აი ამ სწავლებას თვითონაც გაიზიარებს, რომ მას უნდა რომ კარგი გააკეთოს, მაგრამ კარგს კი ვერ აკეთებს. მასში არსებული ცოდვა მასზე ძლიერია და მაინც ცუდი გამოსდის. აი ასეთი ადამიანი. ოღონდ ჩემო ძვირფასებო, მაშინ რაღა გვჩება? გვჩება ერთი, რომ პირველ რიგში ჯერ გავიაზროთ ეს, ნახეთ რა გავიაზროთ, რომ მე რომ დაცემული ადამიანი ვარ და მიდრეკილი ცოდვისკენ, ეს ერთი გააზრება და მეორე გააზრება საშველი ამისი არის, რომ მე შევინანო ჩემი ცოდვები. ესე იგი პირველ რიგში მივხვდე რომ მე ჭირდება დახმარება უფლისგან და მეორე ვაღიარო ჩემი ცოდვები, ჩემი უარყოფითი ნაკლოვანებები და რა თქმა უნდა აღმოვფხრა და გამოვასწორო. აი ასეთ ჩვენი საყვარელი გაბრიელ ეპისკოპოსი ასეთ ფრაზასაც კი ამბობს, რომ ჩვენ მარტო გარედან მიწას კი არ უნდა ამოვაცილოთ ბალახიო რაც ჩაანსო. აი მაგარი გლეხი მე ვენახე, რომელიც სიტყვაზე რაღაცა მიწაზე მოყავს, ხო? ის რას იზავს, იცი? მიწაში კარგად ჩაურევს ხელებს და მოძებნის, რომ რამე ფესვები არ იყოს ბალახიში ჩარჩენილი. შეიძლება გარედან აღარ ჩანდეს მოაშორა, მაგრამ თუ ამაში დავთესავ, ის ფესვები გაღვივდება და ჩემ დათესილი მარცვალი ნაყოფს არ გამოისხავს, იმიტომ რომ იქ ბალახის ფესვები შეჭამენ იმ ნაყოფს. ამიტომ ადამიანიც ასეაო. აი ყველა ცოდვას, ცოდვით გამოვლენას რაღაცა, ესე იგი, იწვევს გულიდან. აი ჭკვიანმა ქრისტიანმა უნდა მიხვდეს და დააკვირდეს, რომ ეს ცოდვის ჩადენა გულში არსებულ რომელ ვნებას უკავშირდება და აი ის უნება უნდა მოიშალოს. ანუ მეორენაირად, როგორც გლეხთან ავთქვით, გლეხი რომ მიწას დაბარავს, კარგად გააფხვიერებს
ჩასწება თითებით ამ მიწაზე, უკვე დაფქვიერებულ მიწაზე და ყველა ესე იგი ფერს ამოიღებს ძირიანად. აი ჩვენს გული ასე უნდა გავწმინდოთ. ნებათაგან რომ მერე შევძლოთ ჩვენი უარყოფითი ცუდი ხასიათების გამოსწორება და როგორც გითხარით ფერის ცვალება. ამიტომ ადამიანის უმთავრესი საქმეა შეიცნოს თავისი შინაგანი მდგომარეობა. არა მხოლოდ მიაგნოს თავის ცოდვას, არამედ შეიტყოს ამ ცოდვის ჩადენის მიზეზი რა არის. რომელი წყაროდან გამოდის ეს ცოდვა, რადგან ყოველ ცოდვას გულში აქვს თავისი ფესვი, საიდანაც საზრდოობს იგი. აი, მაგალითად, გულში ამოზრდილი გულფიცხელობა, ამპარტაუნება, პატივმოყვარეობა, ეგოიზმი. აი ეს თვისებები შემდგომ შობს მრავალ ცოდვას. ნახეთ? ამიტომ გლეხი როცა ამუშავებს მიწას დასათესად, მავნებელი ბალახი ფესვიანად უნდა მოთხაროს, თორემ მერე ფესვ გამდგამარი სალეველა შეჭამს და გააფუჭებს თესს. თუ შენ გსურს კეთილად გაწმინდო შენი გული, ეცადე რომ ფესვიანად ამოგლიჯო მისგან ყოველი ცოდვის ძირიო. აი გაბრიელ ეპისკოპოსი ასეთ რჩევას გაძლევს. ესე იგი, როგორ თქვით შემოძვიფასებო, როგორ იკურნება ახლა ეს ცოდვა? ნახეთ, სახარება ასე გვასწავლის, რომ ვისაც გადარჩენა გინდათო, შეინანეთ რამე თუ მოახლოებულია სასუფეველი ცათაო. ესე იგი, ვისაც გინდათო სასუფეველიო, ერთადერთი გზა არსებობსო სასუფეველში, ანუ სამოთხეში მოსახვედრათო. ეს გზა არის იპოვო შენი ცოდვები და შეინანო იგი, ანუ განიცადო აიმეს და რაც უდათ მოიქეცი. ოღონდ ამასთანავე არ დაკარგო იმედი, რომ ღმერთი გაპატიებს ამ ცოდვას. ღმერთი ხო ყოვლად კეთილია. ჩვენ ღმერთს კი არ გაუკვირდება ცოდვილები რო ვართ, იმიტომ რომ ყველა ადამიანი ცოდვილია. ხო და ჩვენი გადარჩენის ერთადერთი გზა არის, რომ სინანულში ვიყოთ. ჩვენი ცოდვების გამო გქონდეს სინანული. აი, მაპატიე ჩემო მეგობაროა, კი შეცდომით მოგეკეცი სიტყვაზე რაღაცა არასწორად მოიქეცი ანის მაგალითად, ხო? მაგრამ მივხვდი და მე კი არ უნდა გავებუტო ანის კაცო და კი არ უნდა მოვიშორო ეს ადამიანი. არამედ ანის უნდა დაურეკო, ან მივიდე და უთხრა, რომ ანი ჩემო ძვირფასო, გუშინ მე არასწორად მოგიქეცი და რო ვიფიქრე, მივხვდი, რომ ასეთი სიტყვით არ უნდა მომემართა შენთვის და მაპატიე თუ შეგიძლია. და ანი ჩამიხუტებს გულში და ჩვენ ეს ნიშნავს, რომ ის ძირი გულიდან ამოვიღეთ. ზოგი იტყვის, ახლა მოიცა რა ბოდიში უნდა მოუხადო, მოდი სულ დავკარგავ ანის, რა ანის მეტი რა არის, სხვა ანის ვიშოვი მეგობრად. ასეთი ადამიანი ვერასდროს ვერ განიწმენს გულს. აი დაიმახსოვრეთ. ახლა ნახეთ კიდევ ერთი პროცესი. ცოდვის შეცნობა და სულიერი უძლურების განცდა მონანიების პირველი საფეხურიაო. აი ვინც უკვე თავის თავში იპოვის ამ ცოდვას, ის უკვე კაი სწორე გზაზე დგა. ხო. ახლა ერთი ამბავი უნდა მოგიყოთ ჩემო ძვირფასებო. ერთ მამას მეფეს ჰყავდა ორი შვილი, უფროსი და უმცროსი. ახლა ეს უმცროსმა ბიჭმა უთხრა თავის მამას, რომ მამაო, მე ხო წილი მერგებაო, შენ ხო მდიდარი კაცი ხარო, ხო და მოდი ჩემი წილი მომეციო და მე როგორც მინდა ისა დავხარჯავ ჩემ ფულს. მიფიქრა მამა, მიფიქრა და დაათანხმდა ჩემო ძვირფასებო. ხო და თავისი წილი მისცა მამამ. აი ვთქვათ, პარტივად რო გავიგოთ, ვთქვათ $1,000,000 მისცა. წამოიყო ახლა ამან და მე მინდა ქალაქში წავიდეო, ან უცხოეთში წავიდეო. აი დაახლოებით ესე წარმოვიდგინე. აბა ხო ბევრი ფულია. აიღო და ჯერ გამარჯობათ. ჯერ მოდი ქალაქში წავიდა.
ბავშვებო, ხარჯა და ხარჯა ეს ფული, განაიშრომა. განა რამეში წესიერ საქმეში ჩადო, რომ მერე დაეტრიალებინე რამე კარგი საქმე, რამე წარმოება აეწყო ან ეკონომიკა განევითარებინა. არაფერი. აი ღმერთის საწინააღმდეგო ცოდვებში ვარდებოდა ყოველდღე და სანამ ეს ფული ქონდა, ასე ანიავებდა და მარტო ტაშფანდური გახქონდა. მე უცხოეთშიც წავიდა, იქაც ხარჯა ეს ფული ყველას ეუნებოდა, აი რა მაგარი ვარ, ბევრი ფული მაქვს, ანიავა და დასკვნა ასეთი. დაეხარჯა ყველაფერი. აღანა რამდენი ხანი უნდა გეყოს ეს ფული, ხო? ხო და რო ლუკმა პური აღარ ქონდა, შიმშილისგან ისე გაუჭირდა, რომ წავიდა და ვიღაც კაცს მოჯამაგირედ დაუდგა, რომ ღორებს მაინც მოულიო. და წავიდა სადღაც ტყეში ამ ღორებთან მუშაობდა, ხო და საჭმელი რომ მოშივდა, იცი რა უთხრა ამ თავის მამე პატრონემ, აი ღორებს რო აჭმეო, თუ რამე დარჩათ ის შეჭამე შეენო. და ჯერ ღორები რა საჭმელს ჭამენ, იმას რა შეაჭმეს, მაგრამ ისიც ენატრებოდა, წარმოიდგინეთ. ღორები კიდე ისე სვლებავენ ყველაფერს, რომ შეიძლება არც არაფერი არ დაგიტოვონ. და საწყალი შეყურებდა ღორებს, თუ რამე დარჩებოდა და ძალიან ცუდად იყო. აი უკვე შიმშილისგან ყვდებოდა, ისე ცუდად იყო და ერთხელაც ასეთი აზრი მოუვიდა. კაცო, მამა ჩემი ხომ მდიდარი კაციაო და არ მინდაო მამის შვილობაო. მივალო და მოჯამაგირედ დაუდგებიო სადმე მამასო, იმიტომ რომ მამა ჩემიო თავის მოჯამაგირებს პურს მაინც აჭმევსო. და მე კიდე ღორების საჭმელიც არ ამხვდება, ისეთი გაუბედურებული ვარ. ხო და თან მივალო და ჩემ მამას ვეტყვიო, მამაო, მე არ მოვიქეცი სწორედ, მაპატიე მამაო, მე ღირსი არა ვარ შენი შვილად ვიწოდებოდეო, იმიტომ რომ მე შენი მოცემული ქონება სიმდიდრე გავანიავე, დავხარჯე, ესე იგი არ მოვიქეცი სწორედ. ამიტომ მე არ აგთხოვ შვილობასო, უბრალოდ მოჯამაგირეთ მიმიღე. აი სხვები ხო ყავს მოჯამაგირე, მეც ერთ-ერთ მოჯამაგირეთ დაგიდგები, ღედაღამე ვიშრომებ, ვიწვალებ, ოღონდაცო მცირედი საჭმელი მაინც გქონდეს, თორე ისე გამიჭირდაო, რომ უკვე ვეღარ ავძლებ. ადგა და მართლა წავიდა ასე თამამად. ეხლა მამა ხო მეფე იყო და მეფეს ხო თავისი ნაზირ ვეზირები ყავს და დაინახეს და იცნეს ეს თავისი შვილი და გამოიქცნენ და მამას უთხრეს, რომ შენი შვილი დაბრუნდაო. 10 წელი რომ თვალით არ ენახა, შეიძლება ცოცხალიც აღარ ეგონა. და ამ მეფე მამამ დაყარა ყველაფერი ბავშვებო და გაიქცა გახარებული, რომ გზაზე შემოეგებოს თავის დაკარგულ შვილს. ისე უხარია, ასე კარბის გახარებული და მივიდა და ეხლა იმან უნდა უთხრას, მამაო, მოიცა შვილო, შეახტა კოცნის თვალებზე, ხელებზე, კოცნის დაუძახა თავის მოსამსახურებს და უთხრა, გამოიტანეთო და ჩემი სამოსელი ჩააცვით მეფისაო. სამოსელი პირველიო. მერე გამოიტანეთ და ჩემი ბეჭედი გაუკეთეთო. ეს არის ნიშანი იმისა, რომ შვილი არის ის მეფის. და თუ კი რამე კარგი ქონდა, გამოუტანეთ და მიეცითო. ჩააცვით, აჭამეთ, დახურეთ, დაბანეთ, მოაწესრიგეთ და პლუსო უთხრა, ეხლაო, ჩემს გულში და ჩემს ოჯახში დიდი ზეიმიაო, იმიტომ რომ დაკარგული შვილი დამიბრუნდაო და დაკალითო ზვარაკიო ჭამებული და ვიქეიფოთ მაგრათო რა, დაკარითო ცხვარი, ძროხა, ხორი და უნდა ვიქეიფოთ, სულ ყველას უნდა დაუძახოთ და მაგარი ხინი უნდა გაუმართოთ. ჯვამან ხო უნდა უთხრას, რომ მამა, მაგრამ აბა ვინა თქმევინა, აღარც ათქმევინა, იმან წაიყვანა ეგრევე და ხელში აიტაცეს და დიდ პატივში ამყოფებენ. ეხლა ამ მამის მეორე შვილი იყო სამუშაოზე წასული და მწყემსავდა ვთქვათ ცხვრებს. დაინახა ეხლა კაცო სახს რომ მოუახლოვდა და დიდი ხმაური და ზარზემი და ტაშფანდური გამოდის თავისი სახლიდან. იფიქრა კაცო, რა ამბავია ნეტა ჩვენს თავსო, მე არაფერი არ ვიციო და აქ რა ამბავი ხდებაო. და
როგორც სასახლეს მიუახლოვდა, მოახსენეს მოჯამაგირეებმა, რომ შენი ძმა დაბრუნდაო. შენი ძმა დაბრუნდაო და ისე გაუხარდა მამა შენსო, მიიღო როგორც ჩვილათო. ხო და დაკლაო თუ რამე გააჩდაო და სუფრა გაშალა და სულ ყველა მოიწვია მთელი სოფელი და დიდი ლხინიაო. ეწყინა ბავშვებო ამ უფროს ძმას. მივიდა ხასიათის შეეცვალა, მივიდა და ასე უთხრა. მამაო, ერთი წუთი გამოდიო, ნაწყენი ვარ შენზეო. ის მამა კიდე გახარებულია ყველას კოცნის და მიირთვით, დალიეთ, იქეიფეთ, აი კახური ღვინო მოიტანე, დალიეთ და მიირთვით. ხო და ნაწყენი ვარ შენზეო, გამოიყვან. რატო ხარო შვილო ნაწყენიო, მეო ბედნიერი ვარ, ყველა მიყვარსო. რატო ვარო და მეო სულ შენ გემსახურებიო. მეო შენ ერთი შენიშვნა არ მიმიღია შენგანო, ხედაღამე შრომობო და ერთხელო მე არ დამიკალიო ერთი ცხვარიო და არ მითხარი რომ მოიყვანე შენი ბიჭები და ძმაკაცები და პატივი ეციო და აქეიფეო და ამ ჩემო ძმამო 10 წელი რომ დაიკარგაო, ის მილიონი რომ გაატანე, სულ დახარჯაო, ისე რომ კაპიკი არ შერჩაო და შენ მაგას დაუკალიო და მე კიდე გემსახურები მთელი ცხოვრებაო და ერთი არაფერი დაგიკლია ჩემთვისო. და მამამ ასე უთხრა პასუხად, შვილო, შენ ხო ჩემი შვილი ხარ და თუ მე რამე გამაჩნია, შენი არ არისო, ხვალზე აღარ ვიქნები და შენ არ დაგრჩება ყველაფერიო. ხო და იმიტომ მიხარია, რომ ის შვილი დაკარგული მყავდაო. მე არც კი ვიცოდი ცოცხალი იყო, სხვა გზაზე იყო, ცუდ გზაზე იყო, ბოროტის გზაზე იყო შემდგარიო და ის დამიბრუნდაო და როგორ არ გამიხარდებოდაო და როგორ არ გამომეცხადებინა ასეთი დღესასწაულიო. ეხლა მოდი გავარჩიოთ რას ნიშნავს ეს ნაწარმოები. აი ჩემო ძვირფასებო, ჩვენ რომ ღმერთი სიცოცხლეს გვაძლევს, ჯანმრთელობას გვაძლევს, ნიჭს გვაძლევს, ხო, კარგად ვისწავლოთ, სპორტით ვიყოთ დაკავებული, ლექსები დავიზეპიროთ და ხატულად წავიკითხოთ და 1000 ღონისძიებებში მივიღოთ სამშობლოს ქართულ ესე იგი საღვთო საქმეში გამოვიჩინოთ თავი, ვასახელოთ ჩვენი სამშობლო, ჩვენი ოჯახი, ხო? ამდენი საშუალება, ეს ყველაფერი ღმერთისგან მოგვეცა. ანუ ის მილიონი ჩვენ ყველამ მივიღეთ. მილიონი პირობითად. ხო და ახლა ჩვენ რა თქმა უნდა, ვინც არასწორად იქცევა და არაეკლესიურად ცხოვრობს, სამშობლოზე არ ფიქრობს, მარტო თავის გამდიდრებაზე, თავის დრო როგორ გაატაროს, როგორ სიამოვნება მიიღოს, ხო, ვინც ასე ცხოვრობს, იმან მამის მოძებული ქონება გაანიავა და არასწორად დახარჯა. ამიტომაც ღმერთისგან წაერთვა მას ყველაფერი, აი როგორც უმცროსმა ბიჭმა, რომელსაც ფული აღარ დარჩა. ადამიანი არასწორი გზით სამოთხეში ვეღარ დაბრუნდება და ვეღარ გამართლდება ღვთის თვალში. ამიტომ ჩვენ რა ვთქვით, ჩემო ძვირფასებო, გადარჩენის გზა არის სინანული. აი ვინც მივა ეკლესიაში და იტყვის, ღმერთო, შენ ამდენი მადლი მოიღე, მშობლები, სახლკარი, საჭმელი, ნიჭი, უნარი, ქართველობა მომეცი. გული სიყვარულით ამივსე, ესეთი კაი სკოლა მაქვს. დღეს ისეთ კაი სკოლაში ვიყავი, მეშვიდე სკოლაში, თბილისში, აი აქ არიან ბავშვები, პედაგოგები, მშობლები ჩართული, ისეთი ჩემი ძველი მეგობრები დამხვდნენ იქ პედაგოგები და ისეთი ლამაზი ჭკვიანი ბავშვები. ნუ კი რამამ აღარ წამოვედი, ისეთი საყვარელი ბავშვები და აი გულების ჭრიმა მოვიდა, იცი? შენ რა გამოიყენე, აი ზოგი შეყვარებულია, ხო, გული აუსა სიყვარულით ღმერთმა. აბა შენ ამდენი რომ მოგეც, შენ რა გააკეთე, ჩემო საყვარელო? არაფერი? უძდელური სიტყვები იხმარე? წახვედი და მარტო ეზოში ცუდ სიტყვებს ხმარობდი და ლაზღანდარობდი და არც დედას ეხმარებოდი, არც კლასელს, მარტო იმაზე იყავი დაკავებული, ვინ გააბრაზო, ვის გული ატკინო, ვის დაჩაგრო, ვის დასცინო? ესე იგი, შენ ვერ გამოიყენე ის მადლი და დაფანტერა ის მადლი, რაც კი ღმერთმა გიფოცა. მაგრამ არც ეხლა გვიანი. აი,
გადარჩენის გზას ეს ამბავი პატარა იგავი გვასწავლის, რომ არის სინანულში და უნდა დაუბრუნდეთ ჩვენ მამას. თქვენ იცით, რომ გადასარჩენი გზა იესო ქრისტემ დედა ეკლესიის სახით მოგცა. ამიტომ ვისაც უნდა, რომ ისევ დაუბრუნდეს თავის მამას, ამისთვის ეკლესიაში უნდა მივიდეს. იქ მოძღვარი უნდა ნახოს, მოძღვარს უნდა ახსარება ჩააბაროს და უთხრას, რომ აი მე არასწორად ვიცხოვრე, ღმერთმა ამხელა ნიჭი მომცა, ამხელა ჯანმრთელობა უნარი და დამიდგინა, რომ 7 დღიდან 6 დღეა თავისუფალი და 7 დღიდან 1 დღე ტაძარში უნდა იარო. მე კი არ დავდივარ. არ ვეზიარები, წირვალოცები ჩემთვის ტარდება იქ. ხო, მე კი აბა ეკლესიის გარეთ ვცხოვრობ. ეს ნიშნავს, რომ სულ არასწორად ვცხოვრობ და გავანიავეთ ჩვენი სიმდიდრე, რაც ღმერთმა მომცა. მაგრამ მე თუ დაუბრუნდები ღმერთს, მამა მიმიღებს, მოხვედი ჩემო საყვარელო და ზარზე იმით დამხვდება ეკლესიაში. კი არ მეტყვი, მოუსვი ახლა აქედან. შენ არ დადიოდი ტაძარში, ახლა მოხვედი? ამას კი არ მეტყვის. მოხვედი ჩემო სიცოცხლე, ამ გულში ჩამიხუტებს. მიხვდით? და მიმიღებს როგორც დაკარგული შვილი დაუბრუნდი. აი ასე გველოდება ღმერთი თითოეულ ჩვენთაგანს, რომ გულში ჩაგვიკრას, ჩვეულებრივი შვილობა მოგვანიჭოს, სამოსენი პირველი მოგცეს, გაგვიკეთოს ისეთი ნიშანი, რომ ღმერთი შვილად გვაცხადებდეს და მიგვიჩინოს ტაძარში ისეთივე ადგილი, მოწინავე ადგილი, როგორც იმ ხალხს, ვინც არაცდენს წირვალოცვას და ეკლესიის ნამდვილად შემადგენელი ნაწილია, უცვლელი წევრები არიან. აი, მართალია მე 10 წელი არ ვიარე, მაგრამ მივედი თუ არა, მამამ ჩამიხუტა გულში და მიმიღო როგორც შვილი. აი, ეს არის ასეთი სიყვარულით გამოხატული ამბავი. ეხლა ჩემო ძვირფასებო, დასკვნა ასეთი გავაკეთოთ. ეს იგავი გვასწავლის, რომ ადამიანის გადარჩენა შესაძლებელია გააზრებული სინანულით. აი, მივხვდეთ, რომ როგორ 7 დღიდან ღმერთმა არ მოგცა სიცოცხლე და 7 დღიდან 1 დღე ღმერთს არ დაუთმოთ, არ უნდა ვიაროთ ტაძარში, აბა მითხარით, სწორია, რომ დაგვეძინება დილით და ვაიმე ერთი ძილი დამშა კვირასთან უმაღვიწებთ რა. ანი ცეკვაზე დავდივარო, რო უთხრა ღმერთს, აბა სად ცეკვა და სად ღმერთი. ან ზოგმა შეიძლება უთხრა, მე ფეხბურთზე დავდივარ კვირას და აბა როგორ ვეზიარო უფალო. მაგრამ სიცხვილით ღმერთს როგორ შეხედავ მერე, რომ ღმერთის წინაშე წარვდგებით. არ გეტყვის, რომ ჩემო საყვარელო, ყველაზე დიადი პირველი მცნება ხო არის, ღმერთი გიყვარდეს ყველაზე ძალიან. მერე ასეთი მცნებაა, რომ 7 დღიდან 6 დღე რაც გინდა აკეთე, მაგრამ მე-7 დღეს აუცილებლად უნდა ღვთისწიახში მიხვიდე და შაბათს საღამოთი ლოცვაზე დადგე და კვირას წირვაზე. ეს არის აუცილებელი. მერე ტყუილებს რო ხმარობდი, ღმერთმა არ იცის? რო დასცინი ვიღაცებს, მეგობრებს არ იცის, ღმერთმა იცის ყველაფერი, ის შენს გულში ცხოვრობს და შენ შესახებ ყველაფერი იცის. მოკლედ, ღმერთი მოგვიწოდებს, ჩემო ძვირფასებო, რომ ჩვენ ფერი ვიცვალოთ, აღმოვაჩინოთ ჩვენს თავში ცოდვები, გამოვასწოროთ და დავიწყოთ ბრძოლა ამ ცოდვების წინააღმდეგ. აი, ეს არის ერთადერთი სწორი გზა სამოთხეში დასაბრუნებელი. ეხლა ერთი ფსიქოლოგიური ამბავიც მინდა მოგითხროთ, საინტერესო. ერთი კაცი მივიდა მამაოსთან და საქმე მაქვს ეუბნება ტაძარში. აბა გისმენო მამო, მოკლედო, მე ტაძარში აღარ ვივლიო რა. რატო კაცო? რატო და რა ხდება ვიციო, ზოგი ლაპარაკობსო, ზოგიო იქ ერთმანეთს ელაზღანდარებაო, ზოგიო ესე იგი ტელეფონშიაო ჩამზრალიო, ზოგი რასაკეთებსო და მეო არ მომწონსო რა ესეთი ერთობაო. მეო ტაძარში აღარ ვილი, მოსჩა დამთავრდაო თქვა. მიხვდა, რომ მაგარი დაბრკოლებული იყო ეს კაცი. და კარგიო, როგორც გინდაო, მაგრამ ერთი თხოვნა შემისრულეო, სანამ წახვალა. აბა რა უთხრა, რა უნდა მთხოვო ისეთიო. გამოუტანა ერთი დიდი ჭიქა ესეთი, აი,
დიდი ჭიქა და წყლით გააუსო ბოლომდე. აიო, წადიო, ეს წყალი რო არ დაგექცესო არც ერთი წვეთიო, სამჯერ ტაძარს შემოატარეო და აქ მომიტანეო. მერე წადიო და როგორც გინდა ისე გააკეთო. კარგი უთხრა, რა უნდაო მაგის შესრულებას. აიღო ეს ჭიქა და როგორ არის ჩქაჩქარა ხო ერიული და დემეტრე ნელ-ნელა დადის, რო არ დაეღვაროს. ნელ-ნელა დადის და თან ბიჭო მთელი ყურადღება ამ ჭიქისკენა აქ რა. ეს მოლაპარაკე ხალხი, ეს ტელეფონზე მოთამაშე ხალხი, ფეხბურთზე მოლაპარაკე, პოლიტიკაზე მოლაპარაკე ხალხი, ისე გაიარა, გამოიარა და მართლაც 3 წრე დაარტყა და ერთი წვეთიც არ დაუღრია. ცოტაო რა თქმა უნდა იღელა, მოუტანა. ყოჩაგო კაცო. როგორ შეძელი ესაო? ვიცი, აი მთელი ყურადღება მოვიკრიბეო და შევძელი, არ მინდა რომ გაწყენინო, კაი კაცი ხარ. აიო, ერთი შეკითხვა უნდა დაგისვაო. აბა რაო, აი ეს ჭიქა რო დაგქონდაო. ხალხის უყურადღებობა, ხმაური, მათი ლაზღანდარობა და ცუდი მოქცევაო. არ გაწუხებდაო? მე მაგას კი არ ვაკვირდებოდიო. მეო მთელი ყურადღება ჭიქაზე მქონდა გადატანილიო და ეხლა ვინ ილაპარაკებდა თუ არა, იმას კი არ ვაკვირდებოდიო და ან ვირაზე საუბრობდაო. მე მთელი ჩემი ყურადღება, მხედველობა, სმენა მქონდა ამ ჭიქაზე მიყრდნობილიო და მიყურადებულიო. საერთოდ ვერ გავიგე რა ხდებოდა. ხო და აი წაგიკითხოთ ნახე ბოლოს რა უთხრა. და იცით რატომ? ყურადღება მხოლოდ იმაზე გქონდა გადატანილი, რომ არც ერთი წყლის წვეთი არ დაგექცია ჭიქიდან. ამიტომ თუ ყურადღება ლოცვის დროს მხოლოდ შენი სულის მხსნელი უფალი იესო ქრისტესკენ გექნება, არ დაბრკოლდები არასოდესო. არა მარტო აქ, არამედ ნებისმიერ საკითხში. ყოველთვის წარმატებული იქნები და სანუკვარ სულის ხსნასაც მოიპოვებო. ხედავთ რა მაგარი სწავლება. ჩვენ როცა ტაძარში მივალთ, მთელი ყურადღება უნდა ქრისტეზე გქონდეს გადატანილი. აი მე ჩემ მოსწავლეებს ასეთი რამე შევამჩნიე, რომ თავიდან შიგ ტაძარში იდგნენ ხოლმე და გულმოდგინეთ ბავშვები, ბიჭები მარჯვენა მხარეს, სადაც ქრისტეს ხატია, ჩემთან ერთად იდგნენ გოგოები ღვთისმშობლის მხარეს. ნელ-ნელა რომ მიეჩვენენ ტაძარში დგომას, მერე მალ-მალე გადიოდნენ ხოლმე. მერე ცოტა ხანში ეზოში გადაინაცვლეს. ხო და ამ ბოლო დროს ასაკეთებენ, იცი, პირდაპირ ეზოში შეიკრიბებიან, ლაპარაკობენ, მერე მოვლენ ეზიარებიან, მერე გავლენ ისევ ლაპარაკობენ. მე ვთხარი, აბა ეგ რა საქციელია ეგ. აი, ხო და თან თუ ესე მოიქცევი უგულისხმურად, იქ სხვისი მოქცევაც არ მოგეწონება, შენი მოქცევა სხვას არ მოეწონება. ამიტომ დაიმახსოვრეთ, რომ ესე იგი მთელი ყურადღებით უნდა ჩვენ ქრისტესკენ ვიყოთ მომართული, იმ სიტყვებისკენ, რაც გვესმის და უნდა გულში ჩაუღრმავდეთ. აი ჩვენი გული სჭირდება ღმერთს. და კიდევ ერთი პატარა ამბავი მაქვს და ამით დავასრულებ მე დღევანდელ გასაკვეთს. თან დაგიმზადებ თამარ მასწავლებელს ვთხოვ, რომ პატარა მულტფილმები რომ აქვს, კაცუნები გამზადებული, გადმოგიგზავნეთ, ეგ გავამზადოთ და ეს პატარა ფსიქოლოგიური თხზულება კი არის ბრძენის და ათეისტის შეხვედრა. ათეისტი თქვენ იცით არის ადამიანი, ვისაც არ ასწამს ღმერთი. არა მარტო არ ასწამს, არამედ ამტკიცებს, რომ ღმერთი არ არის. თავისი რაღაცა მტკიცებულებები აქვს და ხო და ბრძენი კაცი კიდე ზოგადად ესე იგი ცოდნაც აქვს, წმენაც აქვს, ჭკვიანიც არის და ზედმეტად არც ეკამათება ისეთ ხალხს, ვისთანაც ეს შედეგი არ ექნება. მოკლედ ეს ეუბნება, რომ მე რა ვქნაო რა, აი ჩემთვის ღმერთი არ არსებობს. აი ვერაფრით ვერ დავიჯერებო, რომ ვიღაც შემოქმედი არსებობსო რა, ვინც ეს სამყარო შექმნაო. აი რა ვქნა, ვერ დავიჯერებო რა, ხმაურობს ეს ათეისტი. კარგი, ამან ხმა არ გასცა, როგორც გითხარი და გავიდა 2 დღე და
ერთი კაი ფერწერული ტირო ნიშნავს, რომ ნახატი ბავშვებო. ნახატი წაიღო. აბა ერთი ვნახო ამ ოთახში თუ არის ნახატი. რაც არის ნახატი თუ ვნახე, მოგიტანთ ახლა რომელი ნახატი წაიღო. აი ეს შევარჩიე. ეს შევარჩიე. გონი ნატალია მაჩუკა ბლიაძემ აღარ მახსოვს ეს. მოკლედ მოუტანა ახლა ეს ჩათვალეთ რომ ნახატია. ტილოა რა, ფერწერული ტილო. ეს ხატია ისე სინამდვილეში. ხო და იმან დახედა რა მაგარიაო, აუ რა ფერებიაო, გადაირია კაცი. სად ნახევ ესო შენ მოგიტანე საჩუქრათო. ამ ათეის ძალიან მოეწონა, გაუხარდა. ხო და ეხლა ეუბნება რომ ეს ვინ შექმნაო, რომ მოეწონა რა? რომ მოგეწონება ხო თქვი სად იყიდე ვინ შექმნა? არაო, ესო არავის არ შეუქმნიაო, თავისითო დაიხატა ზედო. გაეცინა ეხლა. ესე იგი დამცინითო როგორ თავისით როგორ დაიხატაო ეხლა. ესო, ეს ხეიდო დაბლაო. ესო ფანქრები, ფუნჯებიო თავის დამოხტნენო, გადაიყვარა, გადმოიყვარა რაღაცა და ესე დაიხატაო რა ეუნებ. მოიცად კაცო, რას მეუნებითო ეხლა, რას მაგიჟებთო თავის როგორ დაიხატებაო. იმიტომ ამასო ეხლა თავის შემოქმედი ყავსო, ვინცო ჩანაფიქრში განასრულა ისო. ხო და დასკვნას წაგიკითხავთ ისევ, რომ უფრო სრულყოფილად თქვა. ბრძენმა გაიღიმა და უთხრა. თქვენ არ შეგიძლიათ დაიჯეროთ, რომ ეს პატარა სურათი შემთხვევით შეიქმნა შემქმნელის წინასწარი ჩანაფიქრის გარეშე. მაგრამ ამავე დროს გჯერათ, რომ ეს მშვენიერი სამყარო, ამხელა ლამაზი სამყარო, თავისი ტყეებითა და მთებით, მდინარეებითა და მინდვრებით, წყლის სხვადასხვა დროით საოცარი აისითა და დაისით, აისი მზის სამოსვლა და მზის ჩასვლა, მზიანი დღეები, თოვლიანი მე ჩავრთავ, ვიცი რომ თოვლი გიყვართ თქვენ და ჩუმი თვარიანი ღამეები წარმოიქმნა ბრმა შემთხვევის წყალობით, შემოქმედის წინასწარი განზრახვის გარეშე? თუ ეს პატარა ნახატი არ შეიქმნება თავისითო და არც არაფერი ნივთია, ეს რა ნივთია ეხლა რა უნდა, მაგრამ ყველაფერს თავის შემოქმედი ყავს. მას შეიძლება ამხელა დიადი სამყარო რო გვიძევს წინ, ამხელა სამყაროს არ ყავდეს თავისი შემოქმედიო. ხო და ხმა ვეღარა მოიღო ათეისტმა, იმიტომ რომ უკვე ეს ასე თქვათ აზროვნებითი პაექრობა წაგებული აღმოჩნდა ამ პაექრობაში ჩემო ძვირფასებო. იმიტომ თქვენ ხვდებით რომ ყველაფერს თავისი შემოქმედი აქვს, მით უმეტეს ეს ჩვენი დიადი სამყარო, რომელსაც რასაც კიდე პატარა ნივთს, ყვავილს, ფოთოლს, მცენარეს, ცხოველს დააკვირდეთ, გამოუგნებლად საინტერესოა ყველაფერი. გივი მასწავლებელმა წინაზე ფუტკარზე მოგვიყვა, არ არის საოცარი როგორ ცხოვრობენ ფუტკრები? აბა თქვენ დააკვირდით, ეხლა თბილ ქვეყნებში ხომ მიფრინავენ უკვე ჩიტები, რა ლამაზად დაეწყობიან ხოლმე ზეცაში და რამოდენიმე ასეული და ათასეული კილომეტრით როგორ მწყობრად მიდიან. ვინ ასწავლათ კი მარა მათ ეს? მათი შემოქმედი ღმერთია ჩემო ძვირფასებო და მთელი სამყარო ამ ღმერთის შემოქმედების, ესე იგი შემოქმედებაა და ასე დიადად და ლამაზად ჰარმონიულ კავშირშია ერთმანეთთან.
რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითაო, ნათქვამია, თუ ადამიანი ასე ღვთის მიერ ბოძებულ მადლსა და სიყვარულს არ გაუფრთხილდა, სიკეთეში, სიყვარულში, კაცთმოყვარეობაში არ დახარჯა, მაშინ აგერ გლის ხახაში ჩავარდება. აი ადამიანმა თვითონ ესე იგი იღუპავს თავის თავს და ჩვენც უნდა გავფრთხილდეთ, რომ ჩვენც ჩვენი სამყარელი ღმერთის, ჩვენი მამის ბოძებული ნიჭი, სიკეთე, მადლი, წყალობა, ბედნიერება ასევე ღვთის სამსახურში და კაცთა სამსახურში უნდა დავხარჯოთ სიკეთესა და სიყვარულის და მცნებების დაცვაში. იუბილარი ყავს ჩვენ დღეს, ჩემო ძვირფასებო. და მე მინდა ჩვენი სამყარელი ეთომასწავლებელი, რომელსაც დღეს დაბადების დღე აქვს, დემეტრესთან ერთად რო არის ახლა, დემეტრე ჩაეხუტე ჩვენს მაგივრად, მიდი. აი მასე. და მინდა გითხრათ ჩემო ძვირფასებო, რომ ეთომასწავლებლის გამორჩეული და განსაკუთრებული გულის ადამიანია, აი ყველა ადამიანი რო უყვარს ისეთი, აი ნამდვილი ღირსეული ქრისტიანი. ერთ ამბავს მოგიყვებით, თქვენ არიცით ერთი ამბავი. ესე იგი, სამებაში გავკვეთილს ვატარებთ 1-3-4 წლის წინ და ველოდებით გასაღებს, გასაღები არა გვაქვს. ხო და მოდიო, იქ ძალიან ლამაზი ვარდები იყო აყვავებული და მოდიო, აქო სურათები გადავიღოთ. სულ 1-1000-მდე ადამიანი ვართ, სანამ მოგროვდებიან. დავდექით ახლა ვიღებთ ფოტოებს და ეს ჩანთები ხო გოგოებმა დააწყეს, იღებენ. ხო და ჩანთა აღარ არის ეთომასწავლებლის ჩანთა აღარ არის. აბა მივდექით, მოვდექით რაღაცა და აბა ზოგი გაბრაზდა, სად არის ჩანთა, ვიწაიო და ზოგი იქით ვეცით, აქეთ ვეცით, აქეთ ვეცით და ბოლო ძალიან რო აღარ გავაგრძელო, დაახლოებით 15-14 წლის გოგო შეგვჭა ხელში. რომ იმის გარდა იქ არავინ არ იყო რა. ხო და თან უმსგავსო საქციელით გამოირჩეოდა, ეთყობა ნასვამი იყო. ხო და უწესოდ იქცეოდა და აბდაუბდად საუბრობდა. ხო და მეც მომპარესო რაღაცაო იწახდა, ვაიმეო ესო ბოლო რო არ გავაგრძელოთ, ხო? დავაფიქსირეთ, რომ მაგის ამოღებული იყო ეს ჩანთა, წაიღო, ცოტა ხანში მოიტანა და რომ ვნახეთ ფული ამოღებული ქონდა. ხო და ეხლა ჩვენც ვეუბნებით, რომ
ხო და თან დაერია და ეთომასწავლებლის ჩანთაში თავისი ტელეფონი ჩადო და ეთომასწავლებლიდან კიდე ფული ამოიღო. აი ეტყობა თვალი რო იყო ვეღარ არკვევდა რა საკეთებდა. ხო და შეგვჭა ეს გოგო ხელში. ამასობაში ხო რო დაიკარგა ქალებმა დარეკეს პოლიციაში და მოვიდა პოლიცია და უკვე ეს გოგოს დაჭერილ ყოს პოლიციაც მოვიდა. ხო და ათანამ გოგო სად წაიღე ის ფული მოიტა შვილო არა არ ვიცი სად არის მეც მომპარეს რაღაცა ესეთი უხერხული სიტუაცია და უკვე ის დრო არის რომ ეს გოგო დაიჭირეს პოლიციაც მოვიდა და უცბად ეთომასწავლებელი ეუნება აბა რა ხდება რა მოხდა არაფერიო მე არაფერი არ დამიკარგავსო დაიცვა ეს გოგო და პოლიცია გააბრუნა უკან გადაარჩინა რა ეს გოგო დაჭერას ეხლა რომ გადაარჩინა მერე ამან ხო თავისი ფული დაკარგა 100 ლარიანები და ცოტა ფული კი არა კაცო რაღაცები და ეხლა ამ გოგოს ვეუნებით ეხლა ტელეფონი ხო ჩვენა გვაქვს ხო და ეთომასწავლებელს ვეუნებით რომ ამ ტელეფონზე ხო დარეკავსო თვითონო ამ შობელი დარეკავს არ რაღაცა და შენც უთხარიო რომ აი შენი ტელეფონი და ჩემი 100 მანეთი მომეცი 100 ლარი თქო ადვილად მოვრიგდე თქო რა არ ჩვენ არ მე ხო არ დაგიჭირე რა გინდა კარგიო და მოკლედ მეორე დღით ურეკავს საღამოთი რა ქენი მეთქი მოვიკითხე რა ამბავი რა ქენი რა უქენიო და იმ გოგოს სახელი წირვაზე შევაგზავნე ესე იგი ხო როგორ არასწორად მოიქცა და ამას მთელი ღამე არ დაძინებია რომ აი წესიერი აღდელი რო არ აყავსო საწყალსო როგორ არისო და მთელი ღამე ვინერვიულეო რომ რაღაცა და დილით ესე იგი იქ რა მოხდა იგენი კი არ მომიყვა წირვაზე შევაგზავნე მაგრამ ყველაზე მთავარი მოიფიქრა ილოცა ამ ადამიანზე ჭყვაზე მოვიდეს აბა მოპარვით და იმით რა უნდა იცხოვროს აი კაი გოგო როგორ გაიზრდება კარგი ღირსეული დედა როგორ გამოვა შვილებს წესიარად ასეთი ადამიანი როგორ გასდის ხო და თან გადაარჩინა ბავშვებო მის ადგილზე აი უეცრად ადამიანი შეიძლება პოლიციასთვის ეთქვა რომ მომპარა წაიყვანენ ისინი და კარგს რას გაუკეთებენ ხო იცით არა ხო და ეგეც შეცდომა იქნებოდა ხო და აი ესე იგი აი ესეთი სულგრძელი ადამიანია და ეს ფაქტი ისე მიყვარს ეხლა საიდან გამახსენდა აი ესეთი გამოურჩეული გულის ადამიანია ასევე მინდა გითხრათ რომ ჩოხოსანთა საზოგადოება არსებობს საქართველოში რომელსაც ზია ცეხნიაშვილი ხელმძღვანელობს ჩემი ბავშვობის მეგობარი პატრიარქის დავალებით და მისი კურთხევით და დაახლოებით 1000-მდე კაცია ჩართული უწყვეტი ლოცვა მიდის სამშობლოსთვის ჩვენი საქართველოსთვის მიმდინარეობს უწყვეტი ლოცვა დაახლოებით 2-3 წლის წინ რო დაიწყო ეს ლოცვა მარიზა მასწავლებელო არ გაჩერებულა დღემდე და კარგი იქნება რომ 107 სკოლა ისეთი კაი სკოლაა რომ მარიზა მასწავლებელი ჩაუდგება სათავეში საჭიროა ნახეთ 24 საათი ხო არის დღეში ხო და 24 კაცი გჭირდებათ და თვეში ან ორ თვეში ერთხელ მოგიწევთ რიგი აი 4-5 თვე გეტყვიან რომ თბილისის ესე იგი 107 სკოლა ჩაიწერება და თქვენ უხელმძღვანელებ იქ ჩაეწერებიან ნინო კოზიაშვილი ჩვენი თინათინ მასწავლებელი ის კაი პედაგოგები თქვენი შეიძლება მოზრდილი ბავშვები ეკლესიური ხალხი აღმოჩნდება თქვენი მამო შეიძლება ბრეული ჩაებმება და როგორც 24 კაცი ეთომასწავლებელს ეტყვით ეთომასწავლებელი ხელმძღვანელობს ყველა ჯგუფებს ასეთი უამრავი ჯგუფია ხო და ესე იგი რა როგორ არიცი აი დაგირეკავენ და გეტყვიან რომ შენი ჯგუფი იწყებს სიტყვაზე ამღამ 12 საათიდან მორიგი დღის 12 საათამდე მარიზა მასწავლებელს ევალება მაგალითად 12-დან პირველამდე წაიკითხოს ფსალმუნები სამშობლოსთვის ამას ეთომასწავლებელი აგიხსნით თქვენ მერე გადასცემთ სიტყვაზე თინათინ მასწავლებელს 1 საათი და თავისუფალი ხართ 1-2 თვე აღარაფერი აღარ მერე მეორე მესამე მეოთხე და თითო საათი ლოცულობ და უწყვეტ ლოცვაში რომელიც ჯაჭვით არის შეკრული რომ მთელი საქართველო გაოერთიანოთ ლოცვით აი იმ ჯგუფში ესე იგი ჩაждებით ამაში ახლა აქ ვინც არის უმეტესობა სულ ყველა ჩართულია და სამშობლოსთვის ყველა ლოცულობთ რომ ჩვენმა ესე იგი ღმერთმა გადმოხედოს ჩვენ სამშობლოს და კეთილად წარგვიმართოს თავი ეგრე რომ
მთელი სამშობლოს მცოდნეობის ჯგუფის ლაშქრის სახელით ეთო მასწავლებელს, რომელიც გული და სული ამ ლოცვების და ადამიანი, რომლის გულშიც ყველა სიყვარული ეტევა, ყველამ ერთად მივლოცოთ დაბადების დღე. უცბად ეს მომაფიქრდა. აბა მიდი. სიცოცხლე უნდა ქარიშხალს გავდეს, მეხის გავარდნას გავდეს სიკვდილი.ერიცა გყავდეს, მოყვარეც გყავდეს, მაგრამ არც ერთთან ჭამოს ცირცხვილი. სიცოცხლე უნდა სიმღერას გავდეს, სანამ დის გულის შეწყვეტდეს ფეთქვას. და თუ ცხოვრებას ვერ გაუმკლავდი, მაინც უნდა თქვა, რაც უნდა გეთქვა. სიცოცხლე უნდა მადლობა იყოს, ცისადმი შენგან კრწალვით მიწყვნილი. ისე ლამაზად უნდა იცხოვრო, მზის ჩასვლას უნდა გავდეს სიკვდილი. ოჩა. მადლობა ნატალია, დიდი მადლობა ფილას. ეთო მასწავლებელო, ახლა იმ ფეხასიეთზე ვარ დაგიბრუნდა, უნდა ჩემი ვალიო შერეკილებში როა, ხო იცი? ჩიტეგურიკი მინავდაო და მეც ერთი ლექსი უნდა გითხრა ჩემი სტუდენტობის, ჩემი საყვარელი ლექსი იყო ალექსანდრე საჯაიას ლექსია. აბა თუ გავიხსენებ. არაფერია წვიმას აპირებს, ქარი აუდარი თუ მისტერია, ფიქრებმა ერთხელ მეც ამატირეს, შენ კი მითხარი არაფერია. არაფერია მზე იყო თითქოს თეთრი ღრუბლები, თეთრი ფერია, მე სიყვარულიც დაუკარგე ბოლოს, შენ კვლავ მითხარი არაფერია. მოიტათ ღვინო სისხლს ერთვის შეგათრთოლებს და სისხლის ფერია. გიჟდები კიდევ მაღირს ერთი, ძმაო ეგ ძვირფასი არაფერია. დაბადების დღეს ხო იცით ჩვეულებრივად სუფრა მოსდევს და ვარჩიე თქვენთან ყოფნა სუფრას. გენაცვალე, ოქრო ხარ. აბა უშენოდ რა გაკვეთილი გვექნებოდა. დემეტრე, როგორია ეთო მასწავლებელი? რა ვიცი, კეთილი საყვარელი და მე სუსასროდ მიყვარს. უშე გენაცვალე.